არაერთ ქალაქში არაერთი აქცია გაიმართება, თუმცა მოთხოვნები არის მთავარი და ყველა საერთო მოთხოვნა აქვს, ასევე უცვლელია ეს მოთხოვნები მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ასევე ქვეყანაში დაინიშნოს ახალი არჩევნები. აქციის მონაწილეები საუბრობენ, რომ ქვეყანა რეალურად დგას სერიოზული გამოწვევის წინაშე და ფაქტი სახეზე გვაქვს დიქტატურის გამყარება. შესაბამისად, ადამიანები საუბრობენ, რომ დღეს აქციაზე ყოფნა უწყვეტი საპროტესტო აქციები არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი და ყველაზე ძლიერი მექანიზმი, რითაც უპირისპირდებიან რეჟიმს. მე მაყურებელს ასე ვთქვათ, გავაცნობ კონკრეტულ ინფორმაციას იმისა, თუ სად, რომელ საათზე რა მსვლელობები გაიმართება. ეს არის თბილისში, დღეს რამდენიმე მსვლელობა 18 საათზე იწყება საჯარო მოსამსახურეების შეკრება მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სახელწოდებით საჯარო მოსამსახურეები უსამართლო სისტემის პირისპირ. ასევე 18 საათზე მსვლელობა არარუსულ დიქტატურას, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ლოკაცია ევროპის მოედნიდან დაიწყება მსვლელობა და 19 საათზე ტრადიციულად პროტესტი გაიმართება საზოგადოებრივ მაუწყებელთან. უკვე 20 საათისთვის კი აქციის მონაწილეები დაიძრებიან საქართველოს პარლამენტის შენობასთან და სხვადასხვა მსვლელობის მონაწილეები სწორედ იქ შეიკრიბებიან. ასევე 20 საათზე პროფესიების პროტესტი რუსთაველზე, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას და საჯარო ლექცია ჩატარდება საპროტესტო აუდიტორიის მიერ. დღეს ასევე აქცია და ამ წუთებში არის უკვე ეს აქცია დაიწყო ბათუმში, ბათუმიდან სარფში, ასე ქვია და ევროპის მოედანზე ბათუმში არის ეს შეკრება, ასევე 18 საათზე ბათუმში იქნება მსვლელობა არარუსულ დიქტატურას, 19 საათზე სამშობლოს სამსახურში ამ სახელწოდებით აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან საკონსტიტუციო სასამართლოსთან. 18 საათზე არის აქცია დაანონსებული ზუგდიდშიც, ბრძოლა გამარჯვებამდე, სადაც აქციის მონაწილეები სამხარეო პოლიციასთან შეიკრიბებიან. 18 საათზე კი თელავში უწყვეტი საპროტესტო აქცია გაიმართება მერიის შენობის წინ. 19 საათზე ქუთაისში აქცია სახელწოდებით კი ევროპას არარუსეთს, ჩხოროწყუში გაბედე პროტესტი ყოველდღე, 20 საათზე გაიმართება ეს აქცია, ასევე 18 საათზე აქცია გაიმართება ახალციხეში სახელწოდებით არარუსულ რეჟიმს. 17 საათიდან გორში დაიწყებენ აქციის მონაწილეები შეკრებას, გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ეს იქნება მთავარი მოთხოვნა გორის საკრებულოს შენობის წინ. უშუალოდ ვიდეოებით სადაც ავრცელებენ ის ადამიანები, ვისი ოჯახის წევრებიც ახლა არიან პატიმრობაში, ან ადამიანები, ჩვენი კოლეგები, რომლებიც დაშავდნენ საპროტესტო აქციებისას და ხსნიან იმის აუცილებლობას, თუ რატომ უნდა გამოვიდეს დღეს ყველა ის ადამიანი, ვინც უერთდება მოთხოვნებს სხვადასხვა აქციაში და რატომ უნდა მიიღონ ამ აქციებში მონაწილეობა. მე ვარ მარინა ტერიშვილი, გიორგი ტერიშვილის დედა, რომელიც არის უკანონო პატიმარი. გიორგი ვერ შეეგუა იმ უკანონობას, რისთვისაც იბრძოდა მისი ძმა, რასაც შეეწირა დამოუკიდებლობას და თავისუფლებას 92 წელში და იმისი სიცოცხლის და სისხლის ფასად იბრძვის ესეც ევროპული მომავლისთვის. თუ დღეს გაჩუმდები, ხვალ არავინ იქნება ქვეყანაში, ვინც შენ დაგიცავს. 15 თებერვალს 6 საათზე ვიკრიბებით ევროპის მოედანზე და მართავთ მსვლელობას თავისუფლების მოედნისკენ. დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენი ერთობა, ჩვენი ერთად დგომა, იმისთვის რომ არ შეურიგდეთ იმ უსამართლობას, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, კიდევ უფრო მეტი მუხტი უნდა შევიტანოთ, პროტესტი უნდა გავზარდოთ და შესაბამისად ვაიძულოთ, თვითმარქვია რუსული რეჟიმი, რომ დანიშნოს ახალი არჩევნები. ყველას გთხოვთ, მოგიწოდებთ, მხარი დაგვიჭიროთ პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრებს, შევიკრიბოთ 15 თებერვალს ევროპის მოედანზე, ერთად დგომით, ერთმანეთის მხარდაჭერით მივაღწევთ უმთავრეს მიზანს, ვაიძულებთ ხელისუფლებას დანიშნოს არჩევნები, გაანთავისუფლოთ პოლიტიკური ტყვეები. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ მოქალაქეების წამება, ცემა, ღირსების შემლახავი მოპყრობა, პოლიტიკური პატიმრები, რეპრესიები საჯარო სამსახურში, უსამართლო მართლმსაჯულება იყოს ჩვენი ყოველდღიურობა. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ საქართველოს ჩამოაშორონ ევროპულ სივრცეს. რეჟიმს ყველაზე მეტად ეშინია ხალხის ერთობის. სწორედ ამიტომ 15 თებერვალს 6 საათზე ყველანი კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ ევროპის მოედანზე.
ასეთია ის მიმართვა, რომელიც უკვე გავრცელდა სოციალურ ქსელებში და თქვენს მოისმინეთ, რომ ასე ვთქვათ, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, ადამიანები და ის ადამიანები, ვისი ოჯახის წევრებიც ახლა პატიმრობაში არიან, მოუწოდებენ თანამოაზრეებს, რომ გამოვიდნენ გარეთ, შეუერთდნენ მსვლელობებს და მიიღონ დღეს მონაწილეობა სხვადასხვა აქციაში, რომელიც დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებშია დაანონსებული.